მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, კაროს კუთხე არის ჩემი გვერდი. პირადი კონსულტაციები არის ფასენ და ნახოთ. რაც შეეხება ჩემთან მკითხაობა არ ხდება. ჯადოს თუ ადამიანი აღიარებს და ამ ენერგიებს კითხულობს ტაროში და განიხილავს, მკითხავს ნამდვილად არ ნიშნავს. და თუ ვინმე ამას ამტკიცებს საპირისპიროდ ზოგადად რომ ვინც ჯადოს ხედავს მკითხავი არის და ვინც ვარდისფერი სათვალებით ჩვენ ვუყურებთ და აქ მხოლოდ მედიტაციებით და ესეთნაირად სხვანაირად კითხულობთ ტაროს, ეს არის პროფესიონალიზმი. მე ასე პასუხს გავცემ ესეთ საზოგადოებას, ეს არის თვალებში ნაცარი შეყრა საზოგადოებისთვის, რომ დაუმტკიცო ის არარსებული სამყარო, რომელსაც თქვენ ქმნით. მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომელსაც მუდმივად ვარდისფერი სათვალე უკეთია თვალებზე და საზოგადოებას მოატყუოს, რომ ჯადო არ არსებობს და მედიტაციებით შეიძლება ყველაფრის მოგვარება. ეს არის არაპროფესიონალიზმი. ყველას კომისიაც გააჩნია და ისეთი ადამიანი ხო თავის თავს პროფესიონალს უწოდებს. მე უწოდებ ამას არაპროფესიონალიზმს და ადამიანების მასხრად აგდებას და ცინიკურ დამოკიდებულებას. მკითხაობა კიდე სხვა რაღაცა არის, მაგრამ აღიარება, რომ ეს ენერგიები არსებობს და ოდითგან არსებობდა. ეს კიდევ სხვა ლეველზე მეტყველებს და მე ვფიქრობ, რომ ეს ხალხი უფრო განვითარებულია, ვისაც ამ ყველაფრის აღქმა შეუძლია. ახალს ვფიქრობ, რომ მე არაფერს არ ვსაუბრობ, ვფიქრობ კი არა 100 არის, 100%-ით თანაც. იმიტომ რომ ბევრი მაგალითი არსებობს, რომ ჯადო არსებობს, მაგისი მაგალითი, დაზარალებული ხალხიც არსებობს და ეკლესიაც ამას აღიარებს, რომ არსებობს. სხვისი როგორ იცით, არიქა ჯადო რადგან დაინახა მკითხავია და თითქოს საკუთარ თავის მაღლა წამოყენება ამ ხრივ, მე ყველაზე დიდ არაპროფესიონალიზმად მიმაჩნია. რატო გავაკეთე აქცენტი ჩემით, ეს ჩემი სურვილით არ ყოფილა, რომ ეს აქცენტი გამეკეთებინა. ეს არის პასუხი კონკრეტული ადამიანებისთვის. ასე რომ მე პირადად ვთვლი, რომ თქვენთან ვინც არიან, ყველანი არიან მოტყუებული თქვენს ირგვლივ. თუ კიდე უფრო მეტი სიღრმე გაინტერესებთ, დაველოდები პასუხს და აუცილებლად გაგცემთ კიდე უფრო მეტი რაში არის, სად არიან მოტყუებული. თუ კარგი, არ მინდა პასუხი, ახლავე გაგცემთ პასუხს. თუნდაც იმ თემაში, როდესაც ადამიანს გონია, რომ თქვენთან ტაროს სწავლობს და გაშლა დაიწყო და საკუთარ თავზე საუბრობს, აი და მე ასე გადავიტანე, ისე გადავიტანე და ზუსტად ამაზე მესაუბრება ტარო და შემდეგ უკვე რომ ეუბნები, მე ვამბობ ამას აღნიშნავ, ეს ადამიანი ტაროს კი არ კითხულობს, მის თავზე საუბრობს. ეს იცით რა არის? ამათ ყველას ფსიქოლოგიურ დახმარება სჭირდებათ და ძალიან უჭირთ და ამიტომ ეს ყველაზე კიდე დიდი მინუსი არის, ერთ-ერთი და არაპროფესიონალური დამოკიდებულება. იმიტომ რომ ტაროს სწავლება და ამოკითხვა სხვა არის, მაგრამ საკუთარ თავზე, საკუთარი პრობლემაზე საუბარი, კი ბატონო, ფსიქოლოგიურ დახმარება, მაგრამ სხვა თემა არის საერთოდ.
და როცა შენ ხარ პროფესიონალი და პროფესიონალიზმზე და ეს იცით რა, აი ესეთ ვინც ჯადოს ხედავს, მკითხავები არიან და მე უფრო მაღალ საფეხურზე ვდგავარ, მაშინ უნდა გავუკეთოთ თქვენ ეს კონკრეტული მითითება იმ ადამიანს. რომ შენ ტაროს კი არ კითხულობ, შენ კი ზუსტად უნდა უთხრათ ფსიქოლოგის დახმარება გჭირდებათ, მეგობრის დახმარება გჭირდებათ, ეს ტაროს წაკითხვა არ არის. ერთ-ერთი მინუს მაგალითი, თუნდაც თუ, რა ვიცი, შენი შუნა თუ როგორც გინდათ ისე მიიღეთ. ასე რომ მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, საკმაოდ ლამაზად ვიხედები თვალებში და აღქმა მაქვს ყველაფრის. კი ბატონო მედიტაციები ეხმარება ადამიანს, კი ბატონო დასამუშავებელი გვაქვს რაღაცები, მაგრამ ვარდისფერი სათვალით არ ვუყურებ და ნაცარს არ ვაყრე ადამიანს თვალებში, რომ ჯადო არ არსებობს. რას ლაპარაკო? არა. მე ვარ სრულად მოაზროვნე ადამიანი. სრულფასოვნად უბრალოდ. სრულფასოვნად მოაზროვნე ადამიანი და ყველაფერს ვუსწორებ თვალს. სად არის პროფესიონალიზმი? რომელი არის პროფესიონალიზმი? თქვენ თუ ნებისმიერ თქვენთაგანს არ შეგიძლიათ რაღაცა პირდაპირ ესე უნდა თქვათ, მე ბევრი მინახავს. მაგალითად ერთი ბიჭი არის სხვათა შორის რამდენი ხანია არ შემხვედრია, სადმე ადრე იყო წლების წინ. რაღაც დამაინტერესა მივწერე და მითხრა პირდაპირ, რომ მე ვშლი მხოლოდ პირადზე. არის ერთი ქალბატონი არის, კი პირადზე, მაგრამ მე ვშლი პირდაპირ ჯადოს, ნეგატივზე. არის თუ არა დაზიანება. არის ადამიანი, რომ რაღაცა ირჩევს დავუშვათ ზოგადს. აი გოგო შემხვდა ერთი რიტუალებს აკეთებს რაღაცას. ერთი მიმართულება აქვს და მე ვაკეთებ ამას. ის აკეთებს ამას. კი ბატონო, თქვენი მიმართულება არის, რომ არ გინდათ ნეგატივს შეეჯახოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ ამით ვიღაცა შეურაცხყოფა მიაყენოთ. მე კაი ვარ და იმით არა, კაი კი არა ხარ, თქვენ არ შეგიძლიათ მაგ ენერგიებს გაუმკლავდეთ რეალურად. თავს იცავთ, ბარიერი გაქვთ და ძალიან დიდი აღმართული. და იმ თქვენს გვერდით მყოფებს აშტერებთ კიდევ. ესეც უნდა ვთქვა. ხო, მე ეს არ შემიძლია. მაგ ხლა შეფუთული ლამაზად შეფუთული არა ვარ, უკაცრავად. არა და მშვენივრად კარგად იცით, რომ ყველაფერი არსებობს. თქვენ მე რა უნდა მომატყუოთ? მაგრამ უკაცრავად, რომ ესე ლამაზი შეფუთული არა ვარ. ტონკი აფირისტი არა ვარ. ნახოთ ახლა აქ რა ხდება. რჩევა, მოდი რჩევა მინდა. პასიანსის გაშლებით რო ადამიანს ეტყვა ის რა ქვია. გაშლა ისწავლეო ძალიან შესაძლოა. და ადამიანმა ჩემს შესახებ რომ რაღაც ინფორმაცია იცის და მოვა და იმას მეტყვის, კი, გაშლა იცის ნამდვილად. რჩევა, ჩემო კარგებო. აქ პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა, რომელიც არ შეგიძლიათ რაღაც რო გააკეთოთ თუ შეასრულოთ. ხო, პასუხისმგებლობას როდესაც აიღებთ. ნახეთ, შეიძლება რაღაცის გაჩერება, კი ბატონო, გააჩეროთ ცოტა ხანი და ვერ გააკეთოთ. ხდება, ადამიანები ვართ, მაგრამ თქვენი გასაკეთებელი პასუხისმგებლობა რაღაცაზე რომ აიღეთ, მაინც თქვენ უნდა გააკეთოთ.
ამ დროში უბრალოდ თქვენ შეგიძლიათ საკუთარ თავთან გამონახოთ ისეთი კომუნიკაცია, რა დაგეხმარება და რა გჭირდება იმ წუთში და ისვენე კაცო 10 დღე ერთი თვე რა ვიცი მე, რამდენი ხანი შეგიძლიათ ეს გაჩერება. მაგრამ ვიღაცას დასვენებაც არ ყოფნის, ხო? ენერგია არ ყოფნით ამ პასუხისმგებლობაზე, რაც არის, რაღაცას ვერ აკეთებთ, ვერ იმაშვებით და ფორთხიალებთ, შემოვლითი გზებით ეძებთ. მოდი ეხლა იცით რა არის აი შემოვლითი გზებით, ამას გავაკეთებ და მერე ვიზამ. ან მოდი ეს რო გავაკეთო, იქნებ მერე რაღაცა შემოვლითი გზებით არის, ბევრი სხვა რაღაცებს აკეთებთ და იმას ვერა, რაც გასაკეთებელია სინამდვილეში. მაგრამ იცით რა არის, აქ რა გიკეტავთ გზებს, ახლა ისე ჯადოზე თუ გადავედი, ამ მკითხავი ვარ, რას ლაპარაკობთ. რა არის ეს? მკითხავი არა ვარ, უბრალოდ დებილი არ ვარ. დებილი. და ყველაფერს ძალიან სწრაფად ვუსწორებ თვალს, რა ხდება დავუშვათ ზოგადად. ნეგატივის მიღებაც შემიძლია, გაშვებაც შემიძლია, თვალის გასწორებაც შემიძლია და ასე შემდეგ. აი აქ თქვენ ნახე პრობლემა არ არის ჯადო, არა. თქვენში არის რაღაც აი დაბლოკილი ენერგიები. მე ვფიქრობ, რომ ეს თქვენ თვითონ წარმოქმნით. თქვენი დამოკიდებულებით, აქ ფიქრი არაფერ შუაში არ არის. თქვენი საქმით, თქვენი მოქმედებით, ან თქვენი მოქმედება იმას კი არ არის, დედა რა გავაკეთე ამაზე იფიქროთ მანდა მაინც. არა. გავაკეთი არა. შეიძლება ზუსტად ის არის მოქმედება, რომ არ გააკეთეთ. ჯერ ერთი აქ უაღრესად ძალიან დიდი თვალი არის. ძალიან დიდი თვალი არის აქ. მაგრამ შესაძლებელია ამის გააზრებაც, ხო, აი რაღაცა რო არ გინდა დაიჯერო, კი ბატონო, სიმართლეს როგორც თქვი აქ თვალს ვერ უსწორებთ, მოკლედ ყვილად ვარ დავიწყებთ ამაზე საუბარი. მაგრამ რა გამოგიყვანთ, რა დაგეხმარებათ ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში. გამეცინა, ახლა მედიტაცია გამახსენდა და გამეცინა. მედიტაციები კარგი არის, როცა ენერგიები გასუფთავებულია. ადამიანის გონება პოზიტიურ აზროვნებაში არის გადასული, თუნდაც სახლი გაწმენდილი, გასუფთავებული, მედიტირი ახლა ჭუჭყიან სახლში, დაბინძურებულ სახლში, ან თუნდაც მაგიურად დაზიანებულ სახლში. რამდენიც გინდა შედეგი არ იქნებ, გამორიცხულია. მედიტაციები ჭრის აი ამ ყველაფრის შემდეგ. დანარჩენი უბრალოდ ფორთხიალი ჰქვია. აკეთებ ანუ ადამიანი და ის შედეგი მაინც არ აქვს, რაც გინდა. რატომ? რა ხდება? ხომ მედიტირებ? რა არის აქ რა გადაგეხმარებათ გამოსვლაში? გამოსვლაში ჩემო კარგებო ცოტა კომუნიკაციის გაზრდა, მოდი ასე გეტყოდით. სამეგობრო წრე შეიძლება თანამშრომლობა არ არის გამორიცხული, შეიძლება თქვენ რო არ ელოდებით, ზუსტად ის ხალხი დაგეხმარებიან. აქ მეგობარი კი არა. თქვენ რომ არ ელოდებით ისეთი ხალხი რა გამოგიყვანთ ამ დაბლოკილი ენერგიებიდან, ასევე რა დაგეხმარებათ. ახლა თუ რამე თვლით რომ შეცდომები დავუშვით აი ამის გამოსწორება. კარმა გაქვთ აქ დაბინძურებული. ბევრთან ესეც არის პრობლემა, ხო? სანამ არ მოჭამს ახლა თავისას ეს არ ამოიღებს, მანამდე ზოგადად ვერ გადადის ადამიანი ახალ ეტაპზე. კარმის გამოსწორება როგორ ხდება? გააჩნიათ რა გააკეთეთ, რა იმოქმედეთ. რა იმოქმედეთ, გააჩნიათ. მაგაზე ლაპარაკი და დაგეხმარებათ კიდევ ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში. არა, სხვა პრობლემა აქ არ არის. აქ არის რაღაც ესე რომ გითხრათ კარმა,
ცოტა და კომუნიკაცია გჭირდებათ მეთქით, აი ესენი დაგეხმარებიან და გამოგიყვანენ. ამიტომ თქვენი მოვალეობა რა არის? გააქტიურება. აი ეს თავის შეკავება, ის მერე ვიზამ, გადადებული საქმე ხვალ ვიზამზე და ამასობაში უკვე დაზამთრდა. ნახეთ? ვიღაცას მართლა გჭირდა ესეთი რაღაცა, დრო ისე გავიდა, შემოგაფრინდათ ხელში რომ ვეღარ გაიგეთ, უკან რომ მოიხედეთ, ამდენი დრო გავიდა. გამიგეთ? სხვათა შორის ძალიან დიდი წარმატება გიფიქსირდებათ აქ, ძალიან დიდი ცვლილება გიფიქსირდებათ აქ. სხვათა შორის თუ საბუთი თან ხარ ამე გინდათ, აუცილებლად ის იქნება დაგროვებითი პროგრამაზეც გადადიხართ უბრალოდ, შეიძლება მომენტალურად დაბნეული ხართ ან რაღაც ხდება, ცოტა დრო დაგჭირდებათ, რაღაცის ძალიან დიდი შეძენა გინდა თითქოს, მაგრამ როგორ არის, აი ის დაბნეული მომენტი და მერე ვიზამ, ასე ვიზამ, ისე ვიზამ, არა ჩემო კარგებო, აქ რაღაცა შინაგანადაც უნდა იყოთ მზად, გინდათ, მაგრამ მზად არა ხარ შინაგანად. კარგი, როგორ იქნება ამის მერე ყველაფერი დაუშვათ, გაითვალისწინა ეს რაც მე ვთქვი, თუ რამეს არ ითვალისწინებთ, მე ვერაფერს ვერ შეგვირდებით, იმიტომ ბევრჯერ არის თქვენ თვითონ მეუბნებით და ვხედავ ისედაც, ხო? რა თემებზეც მე ვსაუბრობ იმ თემაზე, რომ პირად გაშლაში მომიწევს პირად კონსულტაციაზე საუბარი, ესე იგი თქვენ ის თემა არ გაითვალისწინეთ, ამას ნიშნავს, ხო? და წინ ვერ წახვედით. ისმენთ, იზეპირებთ, მაგრამ არ აკეთებთ. თუ არ ითვალისწინებთ, მომდენო გაშლა უკვე მე კითხვას ესე ვსვამ, აი, შემდეგ დავუშვათ, გაითვალისწინა რა იქნება. აუცილებლად მადლიერება უნდა გამოხატოთ, რაც არ უნდა პატარა, აი ცოტა წინსვლა რაღაცა წარმატება იგრძნით, აუცილებლად უნდა გამოხატოთ აქ მადლიერება. ემოციურეს, ფსიქოლოგიურეს რატო გაქვთ, ემოციურ სტაბილურად. რა თქმა უნდა, ენერგეტიკის გასუფთავება კიდევ ვიღაცასთან ფიქსირდება, ეს აუცილებელი არის დასტაბილურება თქვენი საქმის. ვიღაცა მწერლობასაც იწყებს აქ. ხო, დაგეხმარებათ ის, რომ ხანდახან საჭირო არის ცივი გონება ან რაღაც ცოტა სიცივეც გამოიჩინოთ, ხო? ყოველთვის შენ ჭირიმე შენ განაცვალა, ყველასთან არ ჭრის. მოდი ესე გეტყოდით. აქ ძალიან დიდი წარმატება გაქვთ ყოველ შემთხვევაში თქვენი სრულების ასრულება გიფიქსირდებათ, წინსვლა არ არის გამორიცხული ზუსტად ის პასუხისმგებლობა, რომელიც თქვენ თითქოს ძალა არ ყოფნით, მაგას აუცილებლად შეძლებთ ძალიან წარმატებით და რას მოგიტანთ ეს ყველაფერი. წარმატება კი არის, მაგრამ კიდევ გითხოთ, აბა რას მოგიტანთ ეს ყველაფერი. ხო, აი მაგ დაბნეულობიდან ზუსტად გამოხვალთ თქვენ ეს ამ საქმეს აუცილებლად უნდა მოაბათ თავი და თქვენი საკვანძო სიტყვა დაიჭირეთ და ესე გააკეთეთ აქ რაც იქნება გასაკეთებელი, ხო? მაგრამ როგორი წარმატება არის ის სტაბილური დიდხნიანი შეიძლება აქ იყოს ახალი სამსახური, თანამშრომლობა, მეგობრობა, აი გაძლიერება, შესაძლებელია ერთი რაღაცა ხდება თქვენს თავს კიდევ. რაღაცა გიფანტავთ გონებას. მომენტალურად რაღაცაზე გადადიხართ. შეხედეთ რაღაცა საქმეს რომ მიადგებთ, გააკეთებთ და მერე უცებ შეიძლება მეორე ოთახში გახვიდეთ და სხვა რამე გააკეთოთ, სხვა რამე გქონდათ არა და იდეაში და გეგმაში. ამასაც მიაქციეთ ყურადღება და გაითვალისწინეთ. ყოველ შემთხვევაში აქ ახალი თანამშრომლობა ან შეიძლება მეგობრების გაზრდა, შეიძლება ცოტა პოპულარულიც კი გახდეთ, არ არის გამორიცხული. აი ეს ყველაფერი მოდის, მაგრამ ეს იქნება სტაბილური, ეს იქნება ესეთი რაღაც, რომ აი თითქოს გამოანათეთ. მე აქ ზუსტად ვიტყოდი, კი ვიღაცა მართლა ცნობადი ან ცნობილი ან ძალიან წარმატებული გახდება აი ამ ნაბიჯების შემდეგ, ძალიან დიდი სიძლიერე, ხო? შესაძლებელია ეს ზუსტად იყოს დაფიქსირებული, როგორ იცით, დაგეტყობათ, ეს იქნება თვალშისაცემი, შეიძლება ვინმე რომ შეგხედოთ, რაღაცა იგრძნოს, ხო? ხომ არის რომ ადამიანს რომ შეხედავ რაღაც აურა მოდის მისგან. აი ეს აურა არის თქვენთან ძლიერი ენერგეტიკა.
ეს ყველაზე მთავარია ჩემო კარგებო, ესეთი რაღაცა მართლა ძალიან კარგია. თქვენი სურვილების ასრულება სხვათა შორის აქ ძალიან დიდი წარმატება მოდის. უბრალოდ რაც თქვენ რჩევაში ეს უნდა გაითვალისწინოთ. დღევანდელი რჩევა ეს იყო, მე იმედებს რომ გაითვალისწინოთ, კაცო, ბევრი ისეთები ხართ, არ ითვალისწინებთ კი არა, მე რასაც ვიტყვი, იმას ცხრანაირად გადაახურდავებ და ძალიან მიხარია, მაგრამ ვინც არ ითვალისწინებთ, უბრალოდ ეს არის მოსმენითი ფორმა. წინ სულა ჩემო კარგებო, წინ და წინ მიდიხართ ყოველ შემდეგ, ამ ყველაფრის შემდეგ უბრალოდ უნდა გაითვალისწინოთ, რომელი რჩევა თქვენ მოგერგოთ, ან უნდა დაფიქრდეთ, თუ თქვენს არ რეზონინდა რაღაცა საკვანძო სიტყვა დაიჭიროთ. და ლაიქეთ, გამოიწერეთ გვერდი, დააკომენტარეთ, გადააზიარეთ, იმიტომ რომ მინდა გაიზარდოს ცოტა მომემატოს, ესე რომ ვთქვათ, გამოწერები, იმიტომ კაი ხანია უკვე ერთ იმაზე ვარ გაჩერებული. გაჩერებულია გვერდი, ხო და ერთი და იგივე ხალხი მოძრაობით მოკლედ. დაგემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებებს დროებით.